ასე მალე რომ მიდიხარ გული მწყდება. ხო იცი რომ ამდენ ხანს ვერ გავჩერდები. ბავშვიც მარტოა და საქმეებიც მოქვს. კიდე როდი ჩამხვა? არ ვიცი. აბა ასე რამდენი ხანი უნდა ვიყოთ? ჩამოდი აქეთ. ჩამოიყვანე ბავშვიც. აქ ყოფნას რა ჯობია. გობა სათქმელად ადვილია, მაგრამ დათი დაბადებიდან თბილისშია, ახლობლები, მეგობრები ყველა იქ ყავს. არ წამომყვება. აბა მთელი ცხოვრება ასე ხო არ ვიქნებით. დედაჩემსაც ვერ ვტოვებ. ისეთ ასაკშია უკვე რომ მარტო ვერ მოუვლის თავს. იცი მესმის. ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. მერე? მერე ის რომ ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ პოულობ რა. არი გამოსავალი. დაელაპარაკე დათის. დიდი ბიჭია უკვე და გაგიგებს. აი დაველაპარაკები. რაღაცები ჩაგილაგე ჩანთაში. და წაიხე. აქაური ფულით დამცხარო ჭაც რო ჩამოდეხავს დათი. და შიგნით ჭყინტყელს რო ჩატენის. აი მის გემოს რო შეიგრძნობს. აი მერე მოუნდება აქ ცხოვრება. გეფიცები ზოგჯერ შურს შენ. არასდროს რო იმედს არ კარგავ. იმედის თუ არა კაცს და მაშინ რა აზრი აქვს ამას. იმედი ცოცხლობს ადამიანი. აბა სუნთქვით და ჭამით, ძაღლიც კი სუნთქავს და ჭამს. რო გეიღვიცებ, ხო? რაღაცის უნდა გჯეროდეს. რაღაცა უნდა გამოძრავებდეს. თუ არა იმედ დაკარგული კაცი მერე თვითონაც დაიკარგება და იმედთან ერთად ფუნქციასაც დაკარგავს. რაღაც იქნება, რაღაცას ვიზავთ რა გობა დამიჯერე. მე ჯერა რო იქნება.